რასთან გვაქვს საქმე? სკოლაში სწავლებისას არასწორად ასწავლიან მასწავლებლები? რა თქმა უნდა და ამას ვქადაგებ 2011 წლიდან, მაგრამ სამწუხაროდ ვერავის ვერაფერი ვერ გავაგებინე. მაგრამ არსებობს ის მოსაზრება, რომ ჯობია უცხო სიტყვა იმავე ენაზე იცოდე განმარტები და ის უფრო ჩაჯდება შეზგონებაში, ვიდრე მუდმივად თარგმნიდე. ეს არის აბსურდი. მართლა? ეს არის აბსურდი და არსებობს რა არის იცით, აი არსებობს დიდაქტიკას ვეძახით. ჩვენ როგორ უნდა ვასწავლოთ ლექსიკონის გამოყენება. და ლექსიკონის გამოყენება არის ძალიან რთული საქმე, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე რომ სიტყვას აქვს 10 მნიშვნელობა, ვთქვათ ინგლისურ სიტყვას. შეიძლება მეტი მნიშვნელობაც გქონდეს, ხო? შენ რო შეძლო რომ კონტექსტის მიხედვით მიხვდე, აი ამ კონტექსტში ეს სიტყვა რას ნიშნავს, ამას ჭირდება წვრთნა ეკა. ეს თავისით არ მოდის, ამას ჭირდება შრომა, ამას ჭირდება სავარჯიშოების კეთება, ამას ჭირდება წვრთნა. ადამიანი, რომელიც ამბობს და შეწარმოიდგინე, რომ მასწავლებლები თყავს, რომლებიც ამბობენ, რომ რას ამბობ, კაცო, ლექსიკონში როგორ უნდა ჩავიხედო, მე ხო ენა ვიცი. ამას რო ადამიანი იტყვის, რომ ლექსიკონში როგორ უნდა ჩავიხედო, მე ხო ენა ვიცი, ხო? ნუ უკვე გასაგებია, რომ მე რო სკოლის დირექტორი ვიყო, ასეთ მასწავლებლებს უბრალოდ დავითხოვდი ალბათ სკოლიდან.